2018 წელს სერჟ სარქსიანს ჰქონდა გაცხადებული, რომ ჯერ მეორე ვადა დაუსრულდა პრეზიდენტობის და საპრეზიდენტო სისტემა შეიცვალა საპარლამენტოდ სომხეთში და სერჟ სარქსიანს ჰქონდა ნათქვამი საჯაროდ, რომ არ აპირებს გახდეს პრემიერ-მინისტრი, ანუ ვადის გაგრძელებას აღარ აპირებს. მისთვის არ ქმნის ამ მოდელს პრემიერ-მინისტრობის. და კარენ კარაპეტიანი გახდა იმ დროს პრემიერ-მინისტრი, ჯერ კიდევ პრემიერი, რომელსაც ძალაუფლება არ აქვს. და მე ისეთი მომენტი შეიქმნა რეალურად, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე უკვე არმენ სარქსიანი განიხილებოდა, ანუ რეალურად სერჟ სარქსიანს ჰქონდა ორი გზა. ან დატოვებდა კარენ კარაპეტიანს, რომელიც იყო ნომინალური პრემიერი, ანუ არაძლიერი პრემიერი, ასე ვთქვათ და სიმბოლური ფიგურა. ხო, ჯერ სიმბოლური პრემიერი და ეხლა უკვე პრემიერ-მინისტრი გახდა ქვეყნის მეთაური და მაშინ დატოვებდა ამას ქვეყნის მეთაურად და რეალური ძალაუფლება უკვე იმას ექნებოდა, ან თვითონ უნდა გადასულიყო იმ თანამდებობაზე და მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ჰქონდა ნათქვამი, რომ ამას არ ვაპირებ და პირდაპირ თქვათ, კარენ კარაპეტიანი მუშაობდა რუსეთის რამდენიმე სახელმწიფო კორპორაციაში. მანამდე. და იყო პირდაპირ რუსეთის კაცი. ოლიგარქიც კი არა, არამედ უბრალოდ კლერკი, ასე ვთქვათ, მათი სახელმწიფო სტრუქტურების, დიდი კორპორაციების რუსეთში და ყველას ესმოდა, რომ ეს რუსეთის კაცია, მაგრამ პირდაპირ ვთქვათ, იმედი ჰქონდა სომხურ საზოგადოებას, რომ ნაკლებად კორუმპირებული იქნებოდა კარენ კარაპეტიანი და მზად იყო, რომ შეეგუა მაგას, ანუ შეგუებისთვის მზად იყო, რომ დარჩენილიყო კარენ კარაპეტიანი პრემიერ-მინისტრად. თუმცა სერჟ სარქსიანმა გადააგდო მოსახლეობა. აი ამ მოტყუების ელემენტის შემდეგ მოსახლეობის მხრიდან დაიწყო ესეთი აქციები.